არ მომწონს ბავშვის სიარული. Რაღაცნაირად არის სპეციფიურად. ფეხი უბრუნდება, შიგნით შეაქვს, ძალიან მალე იღლება, ხელში ითხოვს. ამ ჩივილებით ხშირად მოგმართავენ მშობლები და მთავარი კითხვა, რაც მათ უჩნდებათ, რა ასაკიდან შეიძლება ჩატარდეს ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა. ამ დიაგნოსტიკის ჩატარება შესაძლებელია 4 წლიდან 4 წლამდე აუცილებლად აჩვენეთ ბავშვი ორთოპედს. რას გამოავლეს ეს დიაგნოსტიკა? არის თუ არა ტერფის რამე პათოლოგია? ნახეთ მეგობრებო, შესაძლებელია იყოს ვაროსული დეფორმაცია, ბალგუსური დეფორმაცია, ჰიპერსუპინაცია, ჰიპერპრონაცია, ეს მხოლოდ 2 ჩამოვთვალე, ამის გარდა ძალიან ბევრი სხვადასხვა დარღვევებია. ეხლა სახლის პირობებში როგორ შეგვიძლია გავარკვიოთ, ბავშვი უნდა მოიყვანოთ თუ არა კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე. დააკვირდით, თუ ტერფი გადის ოდნავ განზე. შეხედეთ, აუცილებლად ჩასატარებელია დიაგნოსტიკა. მეორე ვარიანტი, როდესაც შემოდის შიგნით, ან ერთი, ან მეორე, შეიძლება ერთი სწორად იდგეს და მეორე შიგნით შემოდიოდეს. ამ შემთხვევაში ჩასატარებელია დიაგნოსტიკა. იოლად მიხვდებით ასევე ფეხსაცმლის ცვეთის მიხედვით, შიგნით არის თუ გარეთ არის ცვეთა. ეს არის პრევენცია იმის, რომ სამომავლოდ ტერფის გარკვეულმა პათოლოგიებმა არ გამოიწვიოს ხერხემლის გამრუდება. ასე რომ თუ შეატყობთ თქვენ ბავშვს რაიმე მაგდაგვარ ჩივილს ან სიარულის სპეციფიურ მანერას, გელოდებით ტერფში დროულად.